ამ ერთ წუთში მე მინდა ვისაუბრო განათლებაზე და კონკრეტულად მინდა მოვიყვანო მაგალითი, ეს არის ვიდეო გამოკითხვები, რომლებსაც ატარებენ სხვადასხვა ტელევიზიები. ისინი ეკითხებიან რესპონდენტებს სხვადასხვა თემიდან კითხვებს და სულ უკეთ რო ვთქვათ, ეს რესპონდენტები ვერ პასუხობენ ამ კითხვებს. შემდეგ მოდის სოციალურ ქსელებში ამ ადამიანების დაცინვა, ქილიკი, რაღაც კრიტიკა და ასე შემდეგ, ლანძღვა. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან არასწორი. ეს არ ჭრის პრობლემას. კითხვის პოპულარიზაციის პროცესში ჩართულები უნდა იყვნენ არა მხოლოდ კულტურულ საგანმანათლებლო დაწესებულებები, არამედ ზოგადად საზოგადოების ყველა წევრი, ვისაც სურს, რომ მის ირგვლივ იყვნენ გაკითხი ადამიანები. მე მინდა მათ, ვისაც უნდათ კითხვა, ვისაც არ უნდათ კითხვა, მაგრამ შეიძლება მომავალში მოვუნდეთ. დავეხმარო ესეთი რჩევით. არსებობს ასეთი ორგანიზაცია თბილისის მთავარი ბიბლიოთეკა, რომელსაც აქვს თბილისის მასშტაბით ყველა უბანში თავისი ფილიალები. რაც ყველაზე მთავარია, თქვენ შეგიძლიათ აბსოლუტურად უსასყიდლოდ სახლში წაღებით, გარკვეული ვადით ისარგებლოთ ამ ბიბლიოთეკების მომსახურებით და მიიღოთ თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე ლიტერატურა. ასე რომ ისარგებლეთ იარეთ ამ ბიბლიოთეკებში და იკითხეთ მეტი.